და კი ხა ჩვენ იმ დროს ჯერ კიდევ გვაქვს სიმაღლეები მაგრამ თავარი როგორც ვთქვი ეს არის ბზიფის ხეობა შენ გინდა არ გინდა ბზიფის ხეობა უნდა დაიკავო და ისევ კი კოორდინაცია ისევ დაბალი არის მაგრამ კოორდინა რაღაცა არის უკვე რა თქო გვარდია და მხედრიონი რაღაცაში მოქმედებს და ადგილობრივებს რაღაცა სტრუქტურაში არიან უკვე და ნუ რაღაცა საერთო ისა ხდება მაგრამ ხო რა თქმა უნდა ეხა თქვა პატარა ლოკალური ოპერაციებს შეგვიძლია ატარო რა ამ ჯარით მაგრამ შენ ვერ ჩაატარებ თქვა კარგად გამაგრებულ პოზიციას აქ არ ღვევას ეს არის აქ ამორიცხული უბრალოდ და ზუსტად ეს მოხდა ბზიფის ხეობაში როცა როგორ ფიქსირდება მათ შორის ქვესროლეს ფაგოტებიდან როგორც იმ დროს უკვე მაგარ ტანკსაწინააღმდეგოდ ითვლებოდა ხო და ხო ჩვენ ბზიფის ხეობისკენ რო წავედით კატასტროფით თავასრულეთ და აქვე შეჩერდა უკვე სექტემბრის ახალშემოყრილებით და სწორედაც იგივე ეს ბზიფის ხეობისკენ გასვლა იყო ესე ვთქვათ დროში მოსწრება იყო სანამ ზავი ჩამოვიდოდა იმიტომ რომ მოგეხსენებათ და სანამ ზავი იდება ყველა ცდილობს საკუთარ მაქსიმუმს და მაქსიმალური პოზიციებში ჩვენი მიზანი ეს იყო უფრო დეტალურად მოხდეთ ბზიფის იმაზე ავტობუსის ამბებზე რაც მოხდა იმიტომ რომ ეხლა მე უკვე პირადი გამოცდილებიდან რაღაც მან ბიძა ჩემი რო უკან დაბრუნდა ბზიფისთან სახში რომ მოვიდა თქვა რომ ანუ შანსი აღარ გვაქვს რა ანუ მიუხედავად რომ ახალგაზრდა სამხედრო იყო როგორც ხვდები ხვდებოდა სიტუაციურად ალბათ და ყველაფრით რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართო ჯერ კიდევ აი ერთი თვე არის და დარჩენილი თავარ შეტევამდე გაგრძელებად და ბებია ჩემი ყვება ამას რომ მოვიდაო გიაო და გითხრაო რომ უნდა წავიდეთ მიხედავთ სამისა ბებია ჩემი და ბაბუჩი არ წამოვიდა ბოლო მომენტამდე მაგრამ აი ბიძა ჩემის განცდა ეგ იყო